დღეს შენ შვილს ყავდა მეგობრები. და შენ როგორც ყოველთვის არ იყავი სახლში. არც შენი შვილის მეგობრებსაც არ იცნობ. დიდად შენ შვილსაც არ იცნობ. არ გაწუხებს ეგ. ამ წინადადებაში, ამ კომუნიკაციაში არის ძალიან ბევრი ფორმა ძალადობის. განზოგადოება, დაბრალება, დარწმენა, დადანაშაულება. ამავე დროს ამ ენაზე არ ვსაუბრობთ ყოველ დღე. გიფიქრია მაგაზე, რომ რეალურად ყოველ დღე უსაშველოდ კიბელს ვაყენებთ ერთმანეთს. ასეთი ძალადობრივი კომუნიკაციით. და ეს არის ნორმა, რომელშიც ცხოვრობთ. მე ხშირად ვიზუალურად წარმომიდგენია, რომ ამ მომენტში, როდესაც ეგეთი ტიპის კომუნიკაცია ხდება, ორი ადამიანის აბჯარი ელაპარაკება ერთმანეთს. და აბჯრებში ჩვენ ყოველთვის ვეჯახებით ერთმანეთს. ხო წარმოგიდგენია მეომარი აბჯარში და მეორე მეომარი აბჯარში. რა მოგდის თავში, როგორც მეტაფორა, შეჯახება. აბჯრებს არ აქვთ უნარი გაიხსნან ერთმანეთს. აბჯრის დანიშნულება ეგ არ არის. აბჯრის დანიშნულება არის დაგიცვას ტკივილისგან. მაგრამ იმისათვის, რომ მე დავიცვა ჩემი თავი ტკივილისგან, სინამდვილეში მე ტკივილს ვაყენებ სხვას. და როდესაც ტკივილს მივაყენებ სხვას, ის საპასუხოდ რას იზავს? კი, ეგრეა. საპირისპიროდ ტკივილს მომაყენებს მე. და ასე ჩვენ ვატკენთ ერთმანეთს ადამიანები, რომელსაც ძალიან უყვართ ერთმანეთი და სიყვარულის და სიცოცხლის ენის ნაცვლად ველაპარაკებით ერთმანეთს ძალადობრივ და ტკივილის მომტან ენას.